მერაბიშვილი ითვლებოდა ცოტა გამხელილი ჯობს ხელის ბიჭად ბიძინა ივანიშვილის. ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი იყო და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა ციხის შიგნიდან გატეხვა. რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ამის შესახებ მან 18 მარტს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ისაუბრა. ფორმალურად მინისტრი იყო სააკაშვილის და ხელის ბიჭი იყო ბიძინა ივანიშვილის. და ეხლა არავინ თქვას მაგი რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისით მიაღწია მას რასაც მიაღწია. ციხე გატეხა შვენივრად შიგნიდან. ვიცი ის გადრევის და შიგნიდან ყველაფერი გატეხა შიგნიდან. ძალოვანი მინისტრი გეყოლება ერთგული შესრულებელი შენი ბრძანებების ეს ძალოვანი მინისტრი ამ ძალოვანი მინისტრი სულად ენდებოდა მაშინ პრეზიდენტი ხო? და პრეზიდენტი ხო შეცდომაში შეყვანილი ყველანაირად. მე რაღაცა ვიცი, კითხე როცა დადგა საკითხი. ხო შეცვალა ის. არა, ერთი დრო შეცვალა, მე დაგვიანებული იყო. ისე გვიანი იყო. ბადრი აღარ იყო. ბადრი სიცოცხლეში გეუნები. იდებოდა მაგიდაზე ანგარიშები იმის მტკიცებით, რომ ბადრი იყო რუსეთის კაცი და ბიძინა იყო დასავლეთის კაცი. კაი არ გადა. ამას დებდა მალადეს ვანიჩკა, მალადეს. და პირიქით იყო, ბადრი არასდროს პირიქით პუტინთან ჰქონდა დაპირისპირება, პუტინი ებრძოდა და ბიძინა ივანიშვილმა ისე გააკეთა, რომ დაარწმუნეს სააკაშვილი, რომ ბიძინა არის პროდასავლური და სააკაშვილის ხარდამჭერა პოლიტიკა არ უნდა. მაგრამ ვინაიდან ბადრი პრორუსული, ამიტომ ბადრის უნდა ებრძოლოს ყველა. და ბიძინა აფინანსებდა პოლიციას, იმას პოლიტიკას, დიდი ფულს აძლევდა. და მიაღწია მიზანს და ბადრი პადაგაშვილი ჩამოიშორეს ხო პოლიტიკით. ამის შემდეგ რო ხდება ხელისუფალი ივანიშვილი, რატო უნდა გქონდეს სააკაშვილის მიმართ სიძულვილი? ადამიანმა ეს კაცი პედესტალზე აიყვანა, მისცა ყველაფერის მაგრამ ბიზნეს უყურეთ რომ არ დასდო რომ არის ბრალი დაედო ან რუსეთში ან ამერიკაში დაიჭირა მერაბიშვილი. ეგეც პოლიტიკური ტექნოლოგია იყო და საკმაოდ კარგად ახეხია ხო? კი, წერიცად ნახე. ამიტომ გამორიცხა ხა ეს მითები რომ აი როგორ დაიჭერდა კაცო კაც თუ მისი იყო. აი ამიტომ დაიჭირა მისი. გასამართლებლად თავისი.